ას გეტყოდათ ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მე ვარ ვიქტორია, მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ორ ვარიანტად გავაკეთოთ ასეთი მინი ექსპრეს საჯარო გაშლა. თემით თუ რას გეტყოდათ ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ვარიანტი გვექნება სულ ორი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი, არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით, ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ნათესავი, ვისაც გაინტერესებთ, ხო? და ნახოთ, აბა, კონცენტრირდით ამ ადამიანზე. და ნახოთ, აბა, რას გეტყოდათ ახლა, რას ეტყოდა ახლა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ და რას ეტყოდა ახლა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ კიდევაც. მე გაცდით, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. და ნახოთ, აბა, რას გეტყოდათ ახლა. მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, რას გეტყოდათ ახლა. და გეტყოდათ იმას, რომ პირველ რიგში ძალიან აინტერესებს თქვენ მის გარეშე რამდენად ბედნიერი ხართ და ნამდვილად აღელვებდა ის ფაქტი, რომ თქვენ მის გარეშე ბედნიერი იყოთ. კიდევ ნახოთ, რას გეტყოდათ ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, პირველი ვარიანტი, რომ შეეძლოს, რას გეტყოდათ. გეტყოდათ იმას, რომ ახლა უფრო ხდება, ახლა უფრო იაზრებს თქვენ შორის კავშირს. თუ ეს არის რაღაც ახალი ურთიერთობა, აქ ადამიანი ნელ-ნელა ძალიან მკვეთრად შემოდის ურთიერთობის ენერგიებში და უფრო მეტ ემოციურ და ენერგეტიკულ კავშირს გრძნობს. უკაცრავად თქვენთან ძალიან გადაღლილი ვარ დიდი ბოდიშით. კიდევ ნახოთ, რას გეტყოდათ ახლა პირველი ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. გეტყოდათ იმას, რომ იცის, იაზრებს, რომ თქვენი რაღაც გარკვეული ტკივილით ასე ვთქვათ, იკვებებოდა. იკვებებოდა კი არა, მეგობრებო, რატომ წავიკითხე არასწორად, არ ვიცი. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, გადაღლილი ვარ სასტიკად. მოკლედ რომ ითქვა, აქ თქვენ ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ ცდილობდა თქვენი ყურადღების გადატანას გარკვეული ტკივილისგან და გარკვეული ნეგატივისგან, გარკვეული ნეგატიური ემოციებისგან. თუმცა ვფიქრობ, ტყუილად არ შემეშალა და ზოგი თქვენგანის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანი რაღაცნაირად იკვებებოდა კიდევაც თქვენი ტკივილით. თუმცა იკვებებოდაში მაინც და მაინც იმას არ გულისხმობ, რომ აი პარაზიტულად გაცლიდა ენერგიებს და ძალით გიშლიდათ ნერვებს ან ძალით გტკენდათ. არამედ ალბათ უფრო იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანი ცდილობდა რაღაცნაირად, რომ აი გაიგოთ რა. მოდით კიდევ ერთი არკანით ჩავათავოთ პირველი ვარიანტი, რას გეტყოდათ ახლა ჩაფიქრებული პიროვნება. და გეტყოდათ იმას, რომ მე ვცდილობ ძალიან ბევრი ვიმუშაო იმისათვის, რომ შენზე არ ვიფიქრო და იმისათვის, რომ დაგივიწყო. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, რას გეტყოდათ ახლა. გეტყოდათ იმას, რომ რაღაც გარკვეულმა სიმართლემ, როდესაც დაემსხვრა ვარდისფერი სართვალეები, როდესაც გაიგო რაღაც კონკრეტული სიმართლე თქვენთან დაკავშირებით, ამან დაანგრია შინაგანად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. რას გეტყოდათ ახლა მეორე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მე მშვენივრად ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, მშვენივრად ვიაზრებდი, რასაც ვაკეთებდიო. კიდევ რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ თქვენ ზედმეტად ახალგაზრდები იყავით. ზედმეტად ახალგაზრდა ტვინები გქონდათ. თუ ეს არის რაღაც ახალი ურთიერთობა, აქ ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს ძალიან უხარია, რომ ახლა გაგიცნოთ და არა მანამდე, რომ ახლა გაიცანით თქვენ და არა მანამდე, ძველ დროს, ხო? და არა მისი რაღაც ძველი ვერსია. კიდევ დავამატოთ ერთი არკანით. ნახოთ, რას გეტყოდათ ახლა მეორე ვარიანტი, აბა, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მე ვიმეორებ ჩვენს საუბრებს ისევ და ისევ. პირველ რიგში ადამიანი აქ ძალიან ინტენსიურად გიხსენებთ, ძალიან ინტენსიურად ახსენდებით და ამას გეტყოდათ. და ასევე აქ იცით როგორი ენერგიები წამოვიდა თითქოს საკმაოდ ხშირად კითხულობს ხოლმე თავიდან და თავიდან თქვენს რაღაც კონკრეტულ მიმოწერას. სულ ეს არის მეგობრებო.